ის შემომიტანე კრესლოში თეთრეული ალაკი არა. ყველა. ღამე მშვიდობის ყალხნებო. დედა გამანადგურა იმ ქალმა, ზარწაველი ძაბჟაოზე გალო. პრინციპში იმ არ აქნა. შევადაროთ ახლა. არა, ვერ გამანადგურებდა ფიზიკურად არ იყოს. ფიზიკურად არ იყოს ახში, კი არა, დასახვა მე რამდენი რამეა, მე ესენი ეხა უნდა დავაუწყო. იდეა. აქ რა ხდება, ეს მინუსებია. შემცირდა ცოტა არ იყოს. ფეჩთა ბიჭექი და ფაქტად. ანუ ხარო გიხრათ და დავიღალე მეთქი. რო გითხრათ ეხლა და მწვარი მოვიტანე, ნიმო გავუმატანა დაბლარი. ხალათი ჩაიცვდი ის ჩათი, ოღონდ ტელეფონი დატო. ეს კაი შუქია. ყველაზე კაი ისეა. რავი, მე მგონი თვალთ დამაკლა. ეხლა რო გითხრათ რომ ვაიმე დავიღალე, მოვკვდი რაღაცა არა. ვიჯექი კიდეც. ვიდექი კიდეც. შეიძლება ვიდეო ჩავწერო. წადი, საყურები მიკეთია, ხო, რა მო? უცხო ამისთვის საყურები რომ მიკეთი. ერთი ის იყო, რომ 9 იყო დაწყებული, რომ წამოვედი რა. და მეგონა რომ აი რა ვიცი, არაფერი არ მქონდა სახში გაკეთებული, ვერაფერს მოვასწრებდი და ასე შემდეგ. თევზებიდან მოვდიოდი, თუნდაც 4 საათზე და 5 საათზე მოვსულიყავი. რა უთოს ავიღებდი ხარ ხო? ანუ დრო კი იმაზე მეტი ვარ იქ. ხა იქ უი, მამასები მომაწოდე რა მე გეხუჭე. მამასები მომაწოდე. ჩემების ძირია გასაწმენი და დამავიწყდა. ანუ იქიდან ხომ მალე მოვდიოდი ხოლმე, ხან 4-ზეც წამოსულა წესით, 6-მდე უნდა ყოფილიყავი. აგიდა. ეს ნახე 20. ხო და მიუხედავად იმისა, რომ ადრე მოვდიოდი, რა სიძართ ხარ ბანაობა და კრესლოდან ვეღარ ავდგებოდი ხოლმე, მართლა მაგარი დაღლილი ვიყავი და ეხა უბრალოდ მეტ ხანს ვიყავი, თორე დაღლა რა, ძირითადად კიდე ვიჯექი რა. ასე რომ არაფერი ვაიდავიში არ იყო. რა თქმა უნდა, მაგ საქმეზე ისედაც ვიყავი, ძირითადად მარციპანის რაღაცეები ვაკეთე და ცოტა მივეხმარე გოგოებს, რომ ძალიან ბევრი საქმე ჰქონდათ. ცხობა, ტორტის აწყობა, რაღაცეებს ვრეცხავდი თან, სანამ ისინი ნამცხვარს და ტორტებს აკეთებდნენ და მომენტებში არ მქონდა ფიგურები, გასაკეთებელი ვეხმარებო, თორე დაღლა თუ არის, ისინი უნდა იდგნენ ფეხზე. რაც შეეხება ფეხის ტკივილს, სახში რომ მოვედი, ეხლა ვიბრძენი, რომ კი. ფეხი მეტინა. ხვალე შევეცდები, რომ მარციპანის გაკეთების დროს დავჯდე. რატომღაც მე როდესაც ნიროსთან მუშაობდი ხოლმე. მქონდა ადგილი. სადაც მივიდოდი და ვჯდებოდი, ანუ ჩემი სამუშაო კუთხესავით რა და ეხა იქაც კი არის ეგეთი ადგილი, სადაც დღეს მარციპანი გავაკეთე. მაგრამ აი ხო იცი ჯერ ვახ, ნუ მე მანდ არ მიმუშავია მაგ ლოკაციაზე არ მიმუშავია, მე ვმუშაობდი სახლში. ხო და ჯერ ეგ ჩემთვის არის ახალი რა და ის უნდა ისა ვქნა რა ქვია იქ. იცი როგორი ადგილი მქონდა ხოლმე, ის სადღაც აი გვერდზე რომ ანუ აქ არაფერი არავის არ უშლიდა. ეხლა სადღაც შუაში ვიჯექი და მეგონა რომ ყველას ფეხებში ვედებოდი, აი ეგ შეგრძნება მქონდა. გოგოებს რა თქმა უნდა ვიცნობდი ყველას. და ძალიან მაგარი გოგოები არიან. კარგათაც ვიხალისეთ, კარგათაც ვიშრომეთ და დავიშალენი. ხვალეც მივდივარ.
ესე იგი ორშაბათი, სამშაბათი და ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი იყავიო და 3 დღე არ არისო? ნინო მეუბნეო. გესწავლა მათემატიკაში, кайქა, ხო არა გამოგაგდებდნენ სკოლიდან და ეხლა რაღაცა პროკურატურაში იჯდებოდი. ხო და ხვალე გავიგებ კიდე მესამე დღის სიტუაციას და ალბათ მაგ დღეებში დავრჩები. ორშაბათი, სამშაბათი და რომელიღაცა დღე. ეხლა თუ ისე იქნება მაგალითად რომ ოთხშაბათი, ხუთშაბათი სპორტებით გვეცოდინება იმ ფიგურებს, მე გავალე წინასწარ გავაკეთებ, ამგვე არ იქნება პრობლემა რა. საერთოდ. მოდი ჯერ მაიკები გავაუთო, მირჩევნია. ეხლა მაიკებსაც თითრეულს გავაუთოებ და დავიძინებ. ეხლა ვფიქრობდი რომ რა დამედგა. საჭმელი რა და რომ ნახე რაღაცეები არის და ასე რომ ხვალე მაგ რაღაცეებს შეჭამე. აი ხვალე უფრო უნდა ვეცადო რომ მე ხო წესით 7-7-მდე უნდა ვიყო და დღეს ფიზიკურად ვერ დავანებია იმ გოგოებსაც თავი რომ ძალიან ბევრი საქმე ჰქონდათ და ძალიან მეუხეხულა რომ მე 7-ზე წამოსულიყავი რა ძალიან გამიტყდა. ხო და ვერ წამოვიდოდი რა დავით თავი საითა ჰქონდათ ვერ იფხანდნენ. ხო და აი ხვალე ცეკვის დღე არის და რა ქვია ფიზიკურად არ იქნებიან სახში ისინი. ამიტომ ლაშაც არ ვიცი იქნება თუ არა, ამიტომ ცოტა ადრე მომიწევს მე წამოსვლა. რომ ნინო მარტო არ იყოს. რა თქმა უნდა ვიხალისეთ, რა თქმა უნდა დილა დაიწყო სახალისო პოსტებით. არ ვიცი რამდენი თქვენგანი ხართ ჩემთან Facebook-ზე, ბევრი ხართ. მაგრამ ზოგს არ აქვს Facebook-ი ვიცი. ალბათ დილიდან მიადევნებდით ჩემი და ჩემი უფროსად მოვიხსენიებ მე ხოლმე ჩემი უფროსის პოსტებს. მიადევნეთ ალბათ ხალხური. ხო და ალბათ კარგათაც იხალისებდით. ასე, ანუ იცი რა არის, ნინო არ იყო დღეს, იმიტომ რომ დამავიწყდა რომელ კურსებზე დადის. სულ მოვიწყდება. ხო და რამდენიმე დღე ანუ ახალ ტექნიკას და რაღაცას სწავლობს რა და არ იყო არც გუშინ, არ ყოფილა არც დღეს და ამიტომ ბევრი საქმეც იყო. ხო და რაღაცა პოსტებს შიგადაშიგ ერთმანეთს ვუდებდით და კარგად ვიხალისეთ რა, მართლა კარგად ვიხალისეთ. მგონია რომ ფაროსანა უნდა გავაუთო, ისეთი შეგრძნება მაქვს. ხო მართლა საჩუქრად მომცა მაქვს ის სურათი და დავდე. საჩუქრად მომცა კომბოსტო. კომბოსტოს ჩვენთვის აქვს სიმბოლური დანიშნულება, რომ მაშინ ნინოსთან რომ მუშაობდი ხოლმე სახლში. ერთ თებერვალი იყო, მაგრად მახსოვს, მაგრად ციო და მაგარი თოვლი, ჭყაპი, ყველაფერი იყო და არ მახსოვს, მე მგონი 1 თებერვალი იყო, თან დღესასწაული იყო ჩვენთან რა, ღვთაებობა არიან, მამა ანტონობა ჩვენ სოფელში და ანუ ყველანი რო იგარბია რაღაცა და მე დამირეკა რომ რაღაცა შევკეთებიან, ჩამოდიო და პირველი ვლოგები, ეგრეთ წოდებული ვლოგები ჩავწერე მაშინ. მოლაპარაკეთ რომ დადიხარ ესე და სადღაც 5 წუთიანი იყო ხოლმე მაქსიმუმ. და მივდიოდი და ანუ ძაღლს არ გააგდებენ გარეთ და სადღაცას მაქვს, ანუ ერთი ვიდეოები უნდა გადავაბა ერთმანეთს და YouTube-ზე დავდო. ნინოს აქვს დადებული, მე ნინოს უგზავნიდი და ნინო დევდა ხოლმე Facebook-ზე. ანუ რომ გაგანებ და რა ვჩხუბობ, რომ ანუ რატო გამომიძახა სამსახურში რა და აი მაგ დროიდან ვაუ ბედურად ერთმანეთს პოსტები და კომენტარები. და ეგ ვიდეოები ყველა უდევ ნინოს. მე მგონი 15 ვიდეოა თუ რაღაცა. სულ 5 წუთები თუ რაღაცეები და
მაშინ მქონდა ეგეთი ის რა, რომ ერთხელ ჩავედი და გააკეთა ბორში, ან 27 წნიანი რა მაგარია და მეორე დღესაც რაღაცა იყო, არ მახსოვს და მესამე დღეს იყო ჩაშუშული კომბოსტო და მე კი დავიხოცენით ხალ ამ კომბოსტოს ჭამით მეთქი, ეს ის ბორში არ არის მეთქი, რომ დააშრა წყალი მეთქი და მე ავიტაცეთ ეს კომბოსტოს თემა. რო სულ კომბოსტოს მაჭმევდა, ესე და ისე და რაღაცა ეგ მომენტი იყო და დღეს რომ მოვიდა ვიდეოს რომელიც წუთია რო არ ვეძებო 10 და 33 წუთია თუ 15 ჩავსვავ სურათს რომ რემენია კომბოსტოს გადაჭერილი წითელი ბანტი უკეთია და სამსახურში მომიტანა კომბოსტო. ეგ კომბოსტო უნდა წამომეღო სხვათა შორის ბორშს გავაკეთებ მეთქი და დამრჩა. იმედი აქ არ წაიღებს. ხო და ერთი ვიდეოები უნდა გადმოვიწერო, მე დავდო და აღარც მახსოვს რეებს ვლაპარაკობდი. მაგრამ რო ჩხუბობდი მახსოვს. ოღონდ იყო ხოლმე პატარა ვიდეოები რა, მაქსიმუმ 3-4 წუთიანები მე მგონი. ხო და თანა მაგრად მცხვენოდა ხოლმე და ანუ გზაში ხა ხო ვერ ვილაპარაკე, ეხლაც მაქვს ეგ რა ქვია იმას. რა ქვია ხალხნო? რო გცხვენია, რა ქვია მაგას კომპლექსი რა, თუ რაცა ქვია ხო. რომ რაღაცას ვერ ბედაო, ეგ მომენტი დღესაც მაქვს. ხო და ორღობე იყო ხოლმე, ლაფლაფან ორღობეს ვეცხვდით. ვიცი რომ მანდ და მიყურებს. ხო და მან ორღობოში როგორც შევყვებდი თავს, ღობეები იყო და მარტო ძაღლები და ძროხები იყვნენ ხოლმე, იქავ გაგანებდი ხოლმე, სანამ ნინომდე გავიდოდი. ხო და აი ეგ ვიდეოები გვაქვს სადღაცას ნინო საერთოდ ჩაუყვე და გადმოვიწერო ყველა. ცხიმე ხო ესა ანტიბიოტიკი დავლიე, იმიტომ რომ დილას ბოტოქსით გავიღვიძე, ეს ისევ დამისივდა, ეხაც კიდევ გძნობ და ძილის წინ კიდე დავლე. და ის ნიმესილი არ მაქვს. მეგონა რომ აფთიაქთან მოვხდებოდი დილას, მაგრამ როგორც კი გავედი და უნდა მეყიდა. მე როგორც კი გავედი, ის ამაშტყა მოდიოდა და შევახტი. პრინციპში დასაწყისი მაქვს გადაღებული, რომ 3 წუთი ეკალა მე მგონი 10-8 ადგილზე ვიყავი. გაუმარჯოს. პირველი ის რომ ვიდეოს სატვირთვა ვერ მოვასწარი და ხე როგორი. აი მე აიცადე აუწიო შუქს. 3 წუთი აკლია და მოვედი სამსახურში. პუნქტუალურ. ესეც ესე. მარჯვენა ფეხით შევიდეთ. არ დავაგვიანიანდე? ძალიან პუნქტუალურად მიველი. ესე იგი დღეს გავაკეთე 3 ტორტის ფიგურები. სულ პატარა დეტალები ღმერთო, სულ პატარები. 2 ბავშვის ფიგურა გავაკეთე და ვარსკვლავები და რაღაცები ყვავილები. ერთი გავაკეთე მანქანის ნაწილები. გავაკეთე საჭე, რული. ისინი რა ქვია, ანუ რაც დავგუგლე რა, რამე ნებისმიერიო. რაც გინდა თუ უბრალოდ მანქანის ხელოსანიო თუ რაღაცაო და გრუჩიტელი ისინი რო პატარები რო წირო უკეთდება რა ქვია სვეჩები 2 ცალი და ამორტიზატორი ისეთი პრუჟინა დავაგდე ისეთი რომ რა იყოს ხო და პლუს ხვალინდელი ტორტის რაღაცაც გავაკეთე დანარჩენ დილაზე ასე რომ ეგეთი რაღაცებიც მოსულა რა რომ მაგალითად ხვალე რომ ზეგისა გავაკეთო ისე რომ ზეგ ჩემი იქ არ ყოფნა მე მაწყობს მაგალითად ხვალე ვიმუშაო და მე ან ხუთშაბათს ან პარასკევს რომ აი ერთი დღე შუაში მქონდეს იცი რატო აი რადგან გვიანობამდე ვარ აქაც მოვასწრო და 3 დღის საქმე მე როა ეგ
მაგრამ პრინციპში იქიდანაც რომ მოდიოდი, იქიდან რომ მოდიოდი, საერთოდ ვერაფერს ვერ ვაკეთე. აი საერთოდ ვერაფერს ვერ ვაკეთებდი. 4 საათზეც რომ მოვსულო, რამდენჯერ ყოფილა გადამივლია წყალი, მიბანავია და დავწვევი ვარ, რავი, 6-ზე, 7-ზე. თქვენცაც ხომ მითქვია, ვეღარ ვქაჩავ მეთქი და ეხლა მიუხედავად იმისა, რომ 9 იყო დაწყებული რომ წამოვედით. სახში რომ მოველი, ნინას ფართუკი და ის შევკერე. ხვალე ნინას აქვს, დილას დავიწყე, სხვათა შორის და ვერ მოვასწრე და მეთქი რომ მოვალ დავამთავრე. ბაღში აქვს ზეიმი და წინ საფარი უნდოდა და ეს თავსაფარი. ეგრევე ჩაცმულმა ეგ შევკერე ჯერ. ამოველი, ჩაი დავლიე და ეს თეთრეული დილას დავფინე და მეთქი გავაუთო. ანუ მაგ ენერგია არ დამიკარგია რა. ეგ მინდა ვთქვა, ანუ კარგად შემრჩა თავი, ჯანი. აი ხა მას დავაუთო, დავაბინაებ და დამსახურებულად დავიძინებ. და რა კარგია, არ ვიბანებ ხარ. ისეთი გემრიელი სუნი აქვს, ისეთი გემრიელი სუნი. იმდენი ტორტი გამოაცხეს გოგოებმა, იმდენი ფირფიტები გამოაცხეს. ეს კურსისთვის ის ქონდათ კიდე რა ქვია, სასისკზე რო ფენოვანი ცომია, რა ქვია, ჰოთ-დოგები, ეგენი, ნაპოლეონი, რა ვიცი, მე მეცინებოდა, მეცხოვასთან ძალიან შორს, ანუ მე მან საცხობად არა ვარ. ხვალე მითხრაო ტორტების შემოყევას და გამოღამებინებო და მე და მეხევა მე. ხო და ანუ იცი რა არის, განა რა უნდა. კაი რა მაგას როგორ ვერ გავაკეთებ, უბრალოდ მე ვარ ადამიანი, რომელიც არ რისკავს რაღაცეებში და პასუხისგებლობას გაურბის. ანუ თუ შემიძლია რომ მე პასუხისგებლობა არ ავიღო და ისე გამოუძვრე. ანუ ეგ მირჩევნია რა, მაგრამ მაგას კაი რა როგორ ვერ გავაკეთებ. ის ვერ მომისვია. რა, ყოველი ხოდა ეგ პირველივე წამს, მისვლის პირველივე წამს. იმ დონეზე გავიჭერი აი ეს თითი. აი მეტყობა კიდეც, აი. ოდნავ კი არ არის ხახუნო. აი ესე კარტოფილი რო აწიო, აი ზუსტად მასია. ისე რომ ხვალე მართლა ფეხით უნდა წავიდე, იმიტომ რომ აფთიაქში უნდა შევიდე, მე მგონი ღია იქნება. 10-ზე იღება მე მგონი და არ იქნება ღია. ну ყოველ შემთხვევაში მაშინ ნინო რომ სანამ მოვევეთო რომ სანდო წამოიღეთ, იმიტომ რომ არასანდო პიროვნება ვარ მე. და გოგოებმა მანახეს თავის ხელებს თუ დაჭრილები აქვთ. სასაცილო რა იყო იცი? რაზეც ის ფირფიტები გამოაცხეს, სპეციალური მით არის გაკეთებული რა, ჟარუნები რა და ხელი თუ ცუდად მოუსვი, აი კუთხეებში რაღაც ხო იცი რკინა, მაინც გაგეჭრება ბასრი. მაია მეუბნება, აი წინაზე რომ ვიდეო ჩავაგდე რომ სამსახურში მოსვლა დავიწყავ. მაია მეუბნება, მანანა მან ფრთხილად ბასრი აქ ეგენიო. მე ვთქვა რო არ გეთქვა, ისედაც მივხვდებოდი მე და ამოყავი ხელი და სისხლი გავდიოდა. ანუ ყველაფერი გავიჭერი, აქ და ეს იმდენად რა ვიცი, რა დავიზიანე, ან რა კაპილარი დავიზიანე თუ რაღაცა, რომ ერთი სალფეტკი, მერე სანტავიკი, მერე რაღაცა გადამიჭირეს სანტავიკის მსგავსი გოგოებმა. პარკი დავიხვი მერე, რომ ანუ გამოდიოდა ცივ წყალში, მithumetes რამდენი ხანი მქონდა შეყვანილი ხელი და პარკის მერე კიდე ნინომ თითი მოაჭრა ხელთათმას და ის ამოვიცვი. მერე რომ ანუ რაღაცები რომ გავრეცხე, კაი ხნის მერე რა. ეს ხომ მომძვრა და აი დავიხედე დაბლა იატაკზე და აი როგორც ღორი დაკლა ეგრე იყო ალაგ-ალაგ წვეთები სულ. ეს რა, კიდე გაფის, კიდე ხელთათმანი და სამჯერ გამოვიცვალე ხელთათმანი. მე ხელთათმანი თუ ვერ მუშაობ მარციპანზე არ შემიძლია. იმიტომ რომ ვერა რა ელემენტარული აი ეს ყალიბი რაშიც ბავშვი ანუ მარციპანს დებს საიდანაც ბავშვის ყალიბიდან ამოიღებ ამ პატარა პაწაწინა ბავშვს აი პატარა ბავშვს გაუკეთე სოსკა ანუ აი
რავი, როგორ აგიხსნათ, რა მხელა. ამ ასეთი პატარა რა შეიძლება იყოს? ფანქრის წვერი. აი, ფანქრის წვერის სტოლა. გაუკეთე ზოსკა, ანუ ის მარტო ეს და სახელური. აი, მაგას შანსი არ არის ფერჩატკით მაგას ეგ გააკეთო, არ არსებია. ვინა? ხო და ერთ სიტყვით, მშვენიერი დღე იყო. ძვირფასად ჩავატარე სამსახური. ფაქტია, რომ საქმეს ვაკეთებ, მიუხედავად გვიან მოსვლისა. მშვენივრად თან. ასე რომ დილით ავდგები ხვალე რამეს გავაკეთებ უცბად კიდე საჭმელს. გადავივლებ მერე გემრიელად წყალს, დავლიოთ ერთად ყავა და წავიდეთ. ხო, მართლა დილას ვლოგი კი გაკეთდა აქ, მაგრამ მაგვიანდებოდა და წავიღე ტელეფონი და წავედი. მერე ინტერნეტის ვქენი ტელეფონში და იმით ავტვირთე და იმით აიტვირთა გვიან. მერე აი მივედით თუ არა საქმე იყო ხალხო და ფიზიკურად აი ზოგადად არ მიყვარს რა აი იქაც რო ვიყავი თუ აი ძალიან აუცილებლობა არ იყო ხოლმე სენს გაფრთხილებულები ვიყავდე ვარ დარეკოთ რომ ფიზიკურად ვერ გიპასუხებ მიუხედავად იმისა რომ ჯიბეში მინევ ტელეფონი ჯერ ის რო ჭუჭყიანები ვიყავი წერა რამდენჯერმე მამიდა ჩემა დამირეკა და ფიზიკურად ვერავერავ რომ კრემიანი მქონდა ხელები და ჟელემესვა ის რითიც მარციპანს ვაწებები ვერ შევეხე ხო და ისა რაღაც საქმე რო გააქვს არც მიყვარს რა თუ ძალიან აუცილებელი არ არის რომ ის ქნა და ტელეფონზე იგაგა მე ეს თავსაფარები რო ხო იცი როგორც პირბადე ეგეთები ხო არ ძალიან გამჭვირვალეები რო არ და ეგ ავაფარეთ კამერას რომ ნინო ვიყურებთ ნინო ხო იყო წასული ეგრეთ წოდებულ სასწავლებელში დავცილეთ და ხო ვიცით რომ თან გვიყურებს ამდექით და ისავაც არის ავაფარეთ და ის არის მაინც კი ხედავდა ის ჩვენც ხო ვიცოდით რომ ხედავდა აი ჩათვალე რომ მარლა აფარო იმას კამერას ეგეც დავდეთ ის მოკეთე თან ერთობით თან მუშაობთ რა შვენივრად ნესტიანი თუ გქონდა ხა მიდი იქ გაძვერი ქვეშ ვაქედან მოუარე წადი ხა პეჩთან დაჯექი რომ უნდა დაწვე შენს და მეც და გაიშლე ნელა ტელეფონი პეჩთან დაჯექი და მიუშვირე უკანესე გადაწიე თავი კარგად გაიშლე აქამდე რატო არ გაიშლე მეთქი სანამ მოვალ იბანავე რომ გუში დავაწყო და ბანაობა და მე ხო უარესა დამავიწყდა რომ ეს დასაბანი იყო მაიკები თუ მოვჩი შეგვიძლია შევიქაქანოთ იმირონტონ ხვალ გავაკეთოთ მაიკები მორჩენილო ეს გადავდოთ და აი რაული წული თეთრეული ამასაც გავაუთოებ გადადებული საქმე იხმაკისა უკვე გაგონიათ ხო და გავაკეთოთ აი ეს ახუნძლე მშვენივრ წავედი ხახუნ დაგემშვიდობებით მომავალი ვიდეომდე ხვალდილამდე მიუხედავად იმისა რომ გვიან მოვედი და რაღაცა მაქვს იმის უნარი რომ თუნდაც საქმე გავაკეთო და თუნდაც ვიდეო ჩავწერო ასე რომ ძალიან იშვიათი შემთხვევა იქნება ხოლმე ამის მერე რომ ეს სამუშაო დღეებში მოგაკლდეთ მე ანუ მე როცა მუშაობდი ხოლმე ხო მაქსიმუმ ერთი ვიდეო დამედო ან ძირთად არც ერთი სამი დღე ამიტომ ფაქტია დავდე და მე რო გადადებული ვიყო ვიდეოს დავდებდი ვერა ხო და კარგად იყავით ახლა ხვალამდე აბა ჰე და აბა ჰო ხო ის დამიწერეს საძინებლის ფასი აინტერესებდა და კი ვთქვი ვიდეოში მაგრამ აქაც გეტყვით 3500 ლარი მივეცი და არისო ახალი მეორადი
რკინის კარკასით, თურქული, ძალიან მაღალი ხარისხის სპალმა. დაზიანება? დაზიანება რა ქონდა გითხრათ? სარკეს ქონდა ოდნავ ჩამოტეხილი და ამას სანამ გამოგიგზავნთო, გამოვაჭრევინებთ ახალ სარკეს გაგიკეთებთო და ესე ანუ ვარც ეტყობოდა კუთხე რომ მოაციცქნო რა არაფერი ხალხო არაფერი შენი ჭირი მე დავტიო ყველაფერი და ლამაზად და შეხვალ და ლაზათიანად იყოს და ყველაფერზე არ იყოს ყველას და რა მიხარი იცი მექნება საკუთარი ტრილიაჟი არ მქონია აქამდე ძველი კი რაღაცა მქონდა მაგრამ აი ეს თუნდაც მაკიაჟის რაღაცეები მაგიტო მეზარება ხოლმე რაღაცის გაკეთება იქ მიდევ იქიდან სარკეში იქ არის დავდებ ფუნჩს გამოვიტან ფანქარს იმას წავიღებ იმას გამოვიტან ანუ სადა შემიძლია მაგდენი ნერვი არა მაქვს ეხლა სარკეც მექნება ტრილიაჟიც მექნება და იქვე ლამაზად დავალაგებ თუნდაც ესე უჯრა გამოხსნა და დაჯდე და გაიკეთო და არ ირბინოთ ციბრუტივი აი ეგრე ამის მერე სუჩა სხვათა შორის დღეს ჩავიკრასკე და ისე წაველი ადამიანივით მაგრამ იქ მერე ვერცხლისფერი და ოქროსფერი კანდულინი ვიხმარე ხახლა და მე თვალები და რატო ვერ მიყურები ერთი და თუმცა თვალე სულ მიბწყინავდა ან სულ ზედ მეყარა ყველაფერი ასე რომ წავედით აბა ჰედა აბა ხო ხალხი და გიჩდობებით ხალხნებო ესეც ომახიანად დავაბინაო სანამ ვიდეო აიტვირთება სავარაუდოდ მე მოვჩენილი ვიქნები იმიტომ რომ დრო უნდა ჯერ გაკეთებას მე ნიადვით კარგად აბა ჰე ხვალამდე